ვარ ნოდი კოლონთაძე 12 წლის. ვსწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ფეხბურთი და კომპიუტერული თამაშები. უკვე 3 თვეა ვთამაშობ საფეხბურთო კლუბ ბათუმში. ადრეც 4 წელი ვთამაშობდი ბათუმში, მაგრამ მე გამოვედი და ახლა ისევ დავბრუნდი. მე ვთამაშობ ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე. ადრე ვთამაშობდი შეტევაში და მერე დავიხიე ნახევარდაცვაში. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობა პასების განაწილება. ისე რა თქმა უნდა მიყვარს გოლის გატანა და არაერთი გოლი მაქვს გატანილი. ჩემს კარიერაში გატანილი მაქვს 10 კარგი გოლი. ერთი გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. ჩემმა მეგობრმა ძალიან კარგი პასი მომცა. მე დავარტყი ჰაერში და შევიდა ზუსტი ცხიანი. მე კარგად გადახტა, მაგრამ ისე კარგად დავარტყი, რომ ვერ აიღო. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისება დრიბლინგი. ჩემი აზრით გამოსასწორებელი მაქვს სისწრაფე. ბათუმში ჩემი მწვრთნელია ირაკლი მასწავლებელი. ხიარულია და ცდილობს არ ეყვიროს. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასეთი წარმომიდგენია. ჯერ თამაშს დავიწყებდი დინამო ბათუმში, შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედში, მანჩესტერ სიტიში და ბარსაში. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის მესი და საყვარელი გუნდი ბარსა. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 68 ნომრით. მე მაქვს ნიჭი და ვაპირებ რომ გამოვიდე დიდი ფეხბურთელი. ფეხბურთის თამაშს ვაპირებ 40 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები ბიზნესმენი. პატარაობაში მინდოდა გამოსულიყავი ბეტმენი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ მყავს ძალიან კარგი მასწავლებლები და კლასელები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია დემეტრე გოდუაძე. ყველაზე ჭკვიანია ნიტა აბესლამიძე. ყველაზე მშვიდია ლიკა ბერიძე. ყველაზე იმედის მომცემია ნიკოლო ძნელაძე. მე ვარ ყველაზე მეგობრული და სიმპათიური. ცოლს რომ მოვიყვან ვიქნები 25 წლის. შვილებს დავარქმე თორნიკეს და ნინოს. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ეკა ხუჩია. იმიტომ რომ ის ძალიან მხიარულია და იმედის მომცემ. ახლა მინდა ვიყო 18 წლის, იმიტომ რომ მინდა გავხდე სტუდენტი. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა და და. მეტი და ძმა არ მინდა, იმიტომ ჩემი დაც მყოფნის ნერვების მომშლელად. ჩემი და არის 7 წლის და ჰქვია ანასტასია. ის არის ლამაზი, პრანჭია, ცელქი და ნერვების მომშლელი. ჩემი აზრით ანასტასია რომ გაეზრდება, გამოვა მხატვარი. მამა არის სიმპათიური, კეთილი, მშრომელი და უშიშარი. ძალიან უყვარს ჩემი დედი. ასე იმიტომ გონია რომ სულ ეხმარება, რაღაცებს ჩუქნის და კარგ სიტყვებს ეუბნება. დედიკო არის ლამაზი, თბილი და მზრუნველი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ხაჭაპური. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს ხინკალს. მიყვარს კითხვა თუ წიგნი საინტერესოა. ჩემი საყვარელი წიგნია ტრიპაბიჭის დღიური. მე ასევე მიყვარს ანიმეების ყურება და ჩემი საყვარელი ანიმეა One Piece. ჩემი აზრით ანიმეების გმირებიდან მე ვგავა ლუფის. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი მილიონერი. ბევრი ფული რომ მექნება, დავეხმარები გაჭირვებულებს. პირველ რიგში დავეხმარები უსახლკარო ბებიებს, რომლებიც ძალიან მოხუცები არიან და აღარ შეუძლიათ მუშაობა. პირადად ჩემთვის ვიყიდი ჩემი ოცნების სახლს. ეს სახლი იქნებოდა სამსართულიანი, ექნებოდა დიდი აუზი და დიდი ეზო. ეზოში მეყოლებოდა ბოლო მოდელის შავი მერსედესი. სამოგზაურო სიამოვნებით წავიდოდი აფრიკაში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა: რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს? მე მინდა მქონდეს ტელეპორტაციის სუპერძალა. დროში მოგზაურობა რომ შემეძლოს, ვიმოგზაურებდი 20-მე საუკუნეში საუდის არაბეთში. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას: ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? მაგალითად, ჩემი აზრით ყველაზე ცნობილი ადამიანია მისტერ ბისტი. ჩემი ოცნების საჩუქარია მსოფლიო ჩემპიონატის საგზური. ბედნიერება არის სიკეთის გაკეთება, ნაკრებში თამაში და ოჯახის კარგად ყოფნა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.